ლაღამი, მესტიის რაიონი და ლაღამის მაცხოვრის ფერისვალების ტაძარში ვართ, ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ტაძარს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სვანური, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, იმიტომ რომ მერვე საუკუნიდან მოდის ამ ტაძრის ისტორია. მე-10 საუკუნეში უკვე ქვედა სართული ოფიციალურად ტაძარი გახლავთ. ქრისტეს სახელობის ეკლესია და მე-13-ში სრულდება მისი აღმშენებლობა და მხატვრობა. მაგრამ თავარი ერთი რამეა, რომ ადრეულ შუა საუკუნეებიდან 4 მხატვრობას გვინარჩუნებს ეს ტაძარი. ეს არის მე-10, მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეები, რაც ძალიან დიდი იშვიათობა არის მთლიანად საქართველოს მასშტაბითაც. ამიტომ არის ძალიან საყურადღებო ეს ტაძარი, რომ გადაბმულად 4 საუკუნე ფრესკები თითქმის არც ერთ ტაძარში არ გახლავთ. მეორე და გვინარჩუნებს კიდე გარეთა ფასადურ ფრესკებს, მე-13 საუკუნის ფრესკებს. ამჟამად ახლა რასაც ხედავთ, გახლავთ ედემის ბაღიდან განდევნა ადამ და ევასი, 64-დან განდევნა. ქრონოლოგიურად როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, ასევე ყველაფერი ვაშლის ხიდან დაწყებული და გამდევნამდე ყველაფერი ჩანს, თუ დააკვირდა ადამიანი და აღმოსავლეთ ფასადზე არის კიდე შერჩენილი წმინდა ესტატი პლაკიდას ნადირობა ირემზე. ესეც ძალიან ბიბლიური და ისტორიული ის არის მნიშვნელოვანი თემა. ხოდა დანარჩენი შევიდეს შიგნით. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ტაძრის მოვლა-პატრონობაში, ხოჯელანების გვარი ვართ ჩვენ. მე-10 საუკუნიდან, როგორც ჩანს, მე-10 საუკუნიდან არის გასაღებები ჩვენ ოჯახში ინახება და ჩვენ ვართ ძველი მე-პატრონი მცველები. მე სპეციალურად თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე, რომ კვალიფიციური დახმარება შემძლებოდა საგვარეულო ტაძრისთვის. ბევრი რამე გაკეთდა ჩემი აქ პატარა წვლილით მოღვაწეობით, ბევრი რამე კიდე გასაკეთებელია, განსაკუთრებით მინაშენის არქიტექტურული თვალსაზრისით და ფრესკებს მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მან და მაინც არაფერი არ ემუქრება. ოღონდ ეგეთი ტაძარი ყოველთვის იმსახურებს თუნუქს ძვირადღირებულ მასალას, რომ სამის თხემში იყოს გადახურული ეს უნიკალური საგანძური. ამიტომ რა ვიცი, თუ ვინმე გაიგონებს ჩვენ ხმას, თუ ვინმეს მიჭდება, ვინც კომპეტენციაშია, დიდი მადლობელი ვიქნებით, რომ ამ ხელა საგანძურს პატივი ეცემა და გადაიხურება ნორმალურად. ამჟამად მეორე სართულზე შევდივართ. ეს გახლავთ მე-13 საუკუნე და ეს ტაძარი გახლავთ ფერისვალების სახელობის ეკლესია. მე-13 საუკუნე, როგორც ფასადური მხატვრობა და არქიტექტურა, ისევე აფსიდი და მისი შეკაზღვრა. როგორც ვთქვით, ეს არქიტექტურას და მხატვრობას გახლავთ მე-13 საუკუნე. მან წარმოდგენილი აქვს ტიტულური პორტრეტი, ეს გახლავთ ბატონი შალვა ქირქიშლიანი, ამშენებელი ამ ტაძრის, ეს არის მოწვეული ტიტორები არიან. ესენი არიან უფრო აფხაზეთის ტერიტორიიდან, სათავადო ხალხია, ხედავთ წარმოსადეგი პიროვნება, შეძლებული, განათლებული და თავის თავზე აიღო სურვილი ქონდა, ეშენებინათ ტაძრების სურვილი და უფრო უფლისგან ქონდათ მოწოდებული, რომ უნდა ეკეთებინათ ეს საქმე. მისი ძმა გახლავთ, ეს არის შალვა, მისი ძმა გახლავთ ნეკე. შალვა და ნეკე ქირქიშლიანები მან ოთხკუთხედი არის გაუწმენდავი დატოვებული და მან შავი შრიფტით ალბათ ხედავთ, წერია ამ გებულობთ, აქედან გებულობთ ამათ შესახებ.
თავარი ყოველთვის არის კონხი. კონხი არის ყოველთვის გამოსახული ვედრების სცენა, ქრისტე პანტოკრატორი, როცა დაუგზავნება ტახტზე ზეცაში, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი ავედრებენ ადამიანთა მოდგმას და ჩვენ სულიერ გადარჩენას და ფიზიკურ გადარჩენას. ქერუბიმები არიან მთავარანგელოზები, ამის მომსწრე და მოწამემან. მერე ზედარეგის გავყვეთ, აქ ახლავთ ხარება, ასე ხარებით იწყება მაცხოვრის მოვლენა. გაბრიელ მთავარანგელოზე ახარებს ღვთისმშობელს, რომ დეტარი ხარ დედათა შორის რამე თუ უფალი გიშვას. ქრონოლოგიურად შემდეგ მოდის შობა. აი საკითხზე მოდის შობის სცენა ნახვა. მერე ქრონოლოგიურად მოდის მირქმა. მირქმის მერე ნათლისღება იორდანიაში. უნდა დასავლეთ კედელზე ეს ტრადიცია, საერთოდ ისახება სცენა, რომელიც თვითონ სახელწოდება, ტაძრის სახელწოდება არის ფერისვალების სახელობის ტაძარია და ფერისვალება არის გამოსახული ცხოვრებას, მის შემოქმედებას, სასწაულ მოქმედებებს, ყველაზე დიდი სასწაული უფლისგან, ცხოვრისგან არის ლაზარეს აღდგინება, 4 დღის მიცვალებული ლაზარის აღდგინება. შემდეგ ქრონოლოგიურად იერუსალიმში შესვლა, ანუ ბზობა, სადაც მაცხოვარი შედის ერთ სახედარზე ამხედრებული, იერუსალიმები, ვინც აცნობიერებდნენ მესიის მობრძანებას, გამოდიან ქალაქიდან, ეგებებიან, ფეხქვეშ თავიანტანის ამოსუფენენ პატივცემის ნიშნად, იქ პალმაზე არიან ხალდაზდა ჯეილები, იოანეს სხვა ყმაწვილები და პალმის ტოტებსაც უფენენ აი პატივცემის ნიშნად ფიანას. დასავლეთ კედელი ჩვეულებრივი ჯვარცმა არის გამოსახული, მოდეს ხშირად ვერ ნახავთ ჯვარცმის სცენაზე, არის ხოლმე შიგადაში, ეს გახლავთ ადამის თავის ქალა გამოსახული მან. და ეს არის სიმბოლური კავშირი უფლისა და ადამიანის ადამიანს შორის, იმიტომ რომ როცა აი გოლგოთაზე ჯვარზე გაყრული მაცხოვარს ერთ-ერთი ჯარისკაცი მარჯვენა ფერდში შუბლით გაგმირავს, აი სისხლის ჭავლის ჩანს მან მოდის კრიალი და მოგეხსენებათ ადამის როგორც გეუბნება ძველი აღთქმა გოლგოთის ძირას იყო დაკრძალული და ადამის თავის ქალაზეც მონიშნულია სისხლის წვეთები, რამე თუ სიმბოლური კავშირი უწყვეტი უფალსა და ჩვენს შორის. უფლის აღდგომა ფაქტიურად, მაგრამ ქვია მენელსასწრებლე დედები იესოს საფლავზე, როცა მართა, მარიამი, სხვა დედანი მივლენ მაცხოვრის საფლავთან დილას ნელსასწრებლებით, რომ განწმინდონ სხეული შეამზადონ და საკრძალავად, მან ხედავენ ეგეთ სცენას, სარკოფაგი ღია, მან იესო აღარ არის, მისი კვართები რაშიც იყო გახვეული მან ტყრია, ეს რომაელი ჯარისკაცებიც უგონოდ ტყრია მან და გარკვეული შეწუხებული სახეები აქვს დედებს, რა ხდება აქაო და მაშინ მთავარანგელოზ გაბრიელ გამოეცხადება და ეუბნება ნუეძებს, აქ მკვდართა შორის რამე თუ თქვენი უფალი აღსდგა და სად ამაღლდაო. იქ ეძებეთო, ნახეთ, საჩვენებელი თითი მარჯვენა ხელის და სკიპრა მიუთითებს ეთისკენ. ჯოჯოხეთის წარტყვევნა ქვია სცენას, ანუ ჯვრით შეანგრევს ჯოჯოხეთს, ეს ეშმაკების ლიდერია, ჯოჯოხად რომელიც ნანგრევებში განეიტრალებულია გამოსახული და ადამ და ევას ხელს აძლევს ამოყავს იმ სიბნელიდან, ჯოჯოხეთიდან, იმ კუპრიდან და აძლევს მეორე შანსს კაცობრიობას, ქრისტიან ხალხს აძლევს, რომ სულ ჯოჯოხეთზე არ იყოთ დამოკიდებული ადამიანთა მოდგმა და ზურგს უკან დგანან მეფენი, წინასწარმეტყველნი, დავიდი, სოლომონი, ეს ებრაელი მეფეები არიან, რომლებიც გადაგებდნენ, რომ აი მოვა მესია და იხსნის კაცობრიობას ამ განსაცდელისგან და ჯოჯოხეთისგან. ეს მომენტია გამოსახული, როცა მაცხოვარი ეშვება დედამიწაზე, რომ მიიბაროს ღვთისმშობლის მარიამის სული, რომელიც ხელში უპყრია ახლა თოჯინის სახით და გამოსახული და თვითონ უნდა წარადგინოს 1000 სასუფეველში, რამე თუ
საზოფეველი დაეკეტა იმის მიერ, რაც ადამი და ევა განიდევნა სამოთხიდან. დიძალა აქ კვირიკეს მაგაც სახელობის ტაძარი დგას კალაში. დიდი დაპირ თუ აქვს, ანუ როგორც აქრისტიანულ ისე წინა ქრისტიანულ პერიოდისთვის კვირიკეს, იმიტომ რომ ზვანებს მაშინ ღმერთის ყავდათ ლაგურკა, ერთ-ერთი შემაკრებელი, შემაჯამებელი ღმერთების თავი და მის არსს შეერწყა პატარა კვირიკეს მოწამეს არსი და მიიღო ორმაგი დაპირთვა ზვანებისა. ტიტულური ავტოგრაფი, სიმბოლური, ორი ჯიხვი აიღეს თავის სიმბოლოდან მსვანურ წარმომადგენლის ქტიტორებმა და ახლოს რო შეხედო ადამიანის თვალებით გვიმზერენ ღიმილით, ნიშნის მოგებით. ავაშენეთ, შევამკეთ და აწი თქვენი ცითო. ძმები კირკიშლიანები. აქ ძალიან არქიტექტურას ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ზოგი პრობლემები ამოფხარით უკვე საძირკველიც არ ჰქონდა ამას ეს მიწაყრილით იყო საოცე ნანგრევებით იყო საოცე მადლობა ღმერთს მომეცა საშუალება რომ არქეოლოგია მომეწია ცხონოსუფალმა შოთა ჩართოლანი მისი ხელმძღვანელობით ავწმინდეთ რაც შეგვეძლო გამაგრებები გავუკეთეთ, მაგრამ ისევ ბევრი პრობლემა არჩება. ნახეთ, ყველგან მდგარები მიდგას, ნახეთ კილია კედლები, გვემიდის, ეს არის ჩამკეტი ქვა. ეს რო ჩამოვარდეს, მერე მოყვება შემდეგი, მეორე, მესამე, კედლები დაცილებულია დასავლეთით, ასე რომ პრობლემები საკმარისია. სულ ბრძოლა უნდა, რომ ხელი შეუშკორო აღარ დაგენგრეს და აღარ ვაფუჭო რამე ადამიანი რაღაც ხალხს მინდა მაშინ აშენებულია როგორც თქვით მერვე საუკუნეში ეს ადგილობრივი ბერები აშენებენ სამლოცველოს აქ სოფლის ცენტრში რომ მიიპყრონ ყურადღება ირგვლივ საზოგადოების და ეთყობა ახერხებენ ამას მე-10 საუკუნეში უკვე გახდა საჭირო ტაძარი და აკურთხეს როგორც ქრისტეს სახელობის ტაძარი და მოიხატა პირველად მე-10 საუკუნეში. სადაც ბათქაში შენარჩუნებულია ყველგან ორი ფენა მხატვრობა, ალბათ ამჩნევთ თქვენ თვითონ ეს გახლავთ მე-10 საუკუნის ფრაგმენტი და ზემოთ უკვე მე-12 საუკუნის ფრესკა გახლავთ მე-12 საუკუნის ავტორი ფრესკის ავტორი ცნობილია დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი არის თევდორე სვანი ეს არის მე-10 საუკუნე წმინდა გიორგი წმინდა თევდორე წმინდა დემეტრე და ეს წმინდა ბარბარე გახლავთ დასავლეთით ну სადაც თვალში ავლებთ ყველგან ორი ფენა მხატვრობის კვალი ჩანს ფარავნეთ უფალი შეგვეძლო სრულად საქართველოს და იმედია დესმე ჩვენც შევდგებით როგორც ქვეყანა წარმატებული